შენი ტიპები შეხვედრებზე მივარდებიან. ისტორიკებს მიწყობენ კამერაზე. გაკლებ ერთი წუთი, ნუ გარბიხარ. კითხოს გისო, რა წესია ეს სირბილი ვერ გავიგე. გია აკრავდა შიოშვილი? მე? აჭაშელა? გია შიოშვილი მყავდა მე, მყავდა და მე გავაგდე სახლი. შენ და სახში რომ მოვიდე, რას მეტყვი? რას გეტყვი, მიგიღებ სახში? ხო, მე არ მივიღე ის. მე არ მივიღე. ხო და ხმებს ნუ მიყრია, იგი მაჭახელად შენი ძმაკაცია და ყველა მხედრიონელი შენი ძმაკაცია. ხო, შენი. ჩემი არა. ვიცი რომ ამის ძმის კულელია და ხმებს ნუ მიყრი. ხმებს ნუ მიყრი. სირცხვილი ის არის. ჭორიკანა ქალივითი ქცევი, აი გარის სირცხვილი. შენ ჭორიკანა დედაკაცი ხარ. სხვა არაფერი არა. უზრდელი ხარ ყველა. უზრდელი კი არა, შენ ხარ ჭორიკანა დედაკაცი. ალბათული ფინა ბოლო პერიოდში თავს მესხმის მე რომ თურმე ჩემს გარშემო არიან კრიმინალური ავტორიტეტები. და მე კიდე ერთხელ ვაკეთებ განცხადებას ამის თაობაზე, რომ ჩემს გარშემო არანაირი კრიმინალური ავტორიტეტი არ არის, ეს არის აბსოლუტური ცილისწამება მისი მხრიდან და მე ამ ცილისწამებაზე ყოველთვის მოთხოვ მას პასუხს. თუ ძალიან გაინტერესებთ. რაც შეეხება მხედრიონელების ჩემთან მეგობრობას, მხედრიონელები არიან ჩემი ძმის მკვლელები და 1995 წელს აი აქ ზუსტად აი ამ ადგილზე გია შიოშვილმა და მაჭახელამ მოკლეს ჩემი ძმა. ქალბატონი თინა ინტენსიურად ხვდება ერთსაც და მეორესაც. და მე მაინტერესებს. მასალები კი, რა თქმა უნდა, არა, შეგიძლიათ რომ ერთი წამი. როგორ არ შემიძლია, ჩემო ბატონო? კი ბატონო. მასალა ვიდეო მასალა არ მაქვს. მაგრამ სანდო წყაროებზე დაყრდნობით მე გამაჩნია ეს ინფორმაცია. ბატონო, ერთი სხვა არ ვიძლევი ინტერესა. ბატონო გია. მოგიქნა, არ არის პრობლემა. გია, გაჩედით რა. გია რევაზიშვილი არის საგარეჯოელი ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობ, მაგრამ ჩემი შტაბის წევრი არ არის. ალეკო დავითაშვილი თუ არის თქვენი შტაბის? ალეკო დავითაშვილი საერთოდ არ ვიცნობ ჩემო კარგო და არ ვიცი ვინ არის. ან გიორგი რევაზიშვილი არის იგივე ჯღანა. ვიცნობთ, გითხარით, მაგრამ ჩემი შტაბის წევრი არ არის. და ალეკო დავითაშვილი იგივე ვინიპუხა, რომელიც არის გორძე. ალეკო დავითაშვილი იგივე ვინიპუხა არ არის. ვინიპუხა არის ობა ნარიმანიშვილი, რომელიც არის წესიერი კაცი, რომელმაც 2002 წელს დაუშვა შეცდომა, მაგრამ იმის მერე ამ კაცს ერთი უკანონო ქმედება აღარ განუხორციელებია. ეს არ არის არც ყაჩაღი, ეს არ არის არც მკვლელი, მას ჰქონდა ეს ეპიზოდი 2002 წელს, მაგრამ მას მერე ეს ადამიანი ცხოვრობს წესიერად და ამას დამიდასტურებს მთელი საგარეჯო. გაბრალად ვინმე მაჭახელასთან ინტენსიურ შეხვედრებს. ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ეს მაჭახელა საერთოდ არ ვიცი ვინ არის. მანავში შეხვედრაზე ვიღაც კაცი მოვიდა და თქვა რომ მაჭახელა ვარო და ეს იყო მთელი ამბავი. მაგრამ მას იმის გამო რომ აქ საგარეჯოში დღეს საარჩევნო კამპანიაში კრიმინალები ყავს ჩართული, ხეთ შეიძლება რომ იჭორაოს და ძალიან სამწუხაროა რომ ამ ხელაკაცი ჭორებით არის დაკავებული, იმისთან საკუთარ კამპანიას მიყვებოდეს. არავითარ მაჭახელასთან მე ურთიერთობა არ მაქვს, თვითონ საკუთარი ძმის კვლელებთან გაარკვიეს ურთიერთობა და მე მის ნაცვლად ძალიან შემწხვებოდა ჩემი ძმა მხედრიონს რომ მოეკლა, იმ მხედრიონებთან დღეს რომ ურთიერთობა მქონდა.